როგორც დღევანდელი ცხოვრება გვიჩვენებს, თანდათან ძლიერდება დანაშაულთა სამყარო. მათ წინააღმდეგ ბრძოლაში კი ყოველთვის გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის მართლმსაჯულებას. იმის გასარკვევად თუ რამდენად უფლება მოსილია მართლმსაჯულება კანონიერად აღიმაღლოს ხმა დანაშაულთა სამყაროს წინააღმდეგ, ინტერვიუ თხოვეთ ქარელის რაიონის მოსამართლეს ბატონ ზაზა რამიშვილს. ბატონო ზაზა, როგორ მიმდინარეობს დღევანდელი სასამართლოს მუშაობა? ისე როგორც ყველა სფეროზე რესპუბლიკაში შექმნა დაძაბულმა პოლიტიკურმა, სოციალურმა, ეკონომიკურმა მდგომარეობამ დაღი დაასვა მთლიანად მართლმსაჯულებას და აქედან გამომდინარე ქარელის რაიონის სასამართლოს მუშაობასაც. 99 წლიდან მოყოლებული ქარელის რაიონის სასამართლოში ყოველწლიურად მცირდება განსახილველი საქმეთა რიცხვი, როგორც სისხლის სამართლის საქმის, ისე სამოქალაქო სამართლის საქმის. ერთი კი აქ გულდასაწყვეტი ამ სტატისტიკაში, რომ თუ ადრე ძირითადად ნაკლებად მძიმე დანაშაულებს ვიხილავით, ბოლო დროს განსაკუთრებით ამ ორ წელიწადის განმავლობაში იმატა მძიმე დანაშაულთა რიცხვი. როგორც არის ყაჩაღობა, მკვლელობა, ძარცვა. მაგალითად ამ ერთი კვირის განმავლობაში ქარელის რაიონის სასამართლომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 2 მკვლელობა განიხილა. სისხლის სამართლის კოდექსის 105 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულისათვის. და 2 კვირის განმავლობაში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში 2 ყაჩაღობა, როგორც სახელმწიფო ქონების დაუფლების მიზნით, ისე პირადი ქონების დაუფლების მიზნით. ეს მოწმობს იმაში, რომ რესპუბლიკაში შექმნა გამოკითხავმა ვითარებამ წარმოშვა წინაპირობები ერთის მხრივ იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ვერ მუშაობენ სათანადო დონეზე და მეორე მხრივ თუ შეიძლება ასე ითქვას, უკეთესად მუშაობს დანაშაულთა სამყარო, მათ შორის ქარელის რაიონშიც. ეხლა რაც შეეხება სამოქალაქო სამართლის საქმეებს. ძალზე აქტუალურია სხვათა შორის და ჩვენ რაიონში თუ არ ვცდები ყველაზე მეტი ამ კატეგორიის სამოქალაქო სამართლის საქმეები არის. ოსიეროვნების, მოგეხსენებათ, ოსიეროვნების მოქალაქეები დიდი რაოდენობით წავიდა ჩვენი რაიონიდან. სათანადო წესით უმრავლობას, სათანადო წესის დაცვით გაყიდული თავის საცხოვრებელი სახლები ჩამოდიან ახლა და ითხოვენ უკან დაბრუნებას. და სხვათა შორის ასეთი კატეგორიის არჩელებიდან ქარელის სასამართლო მარტო ერთი დააკმაყოფილა. დანარჩენი 99% უსაფუძვლო მოთხოვნა. აი მე მივესალმები, რომ ტელევიზია უკვე იწყებს ალბათ და ჩვენც ვიწყებთ ტელევიზიასთან თანამშრომლობას. რამდენად გაზეთი ვიცით მცირე ფორმატისაა, იშვიათად გამოდის კვირაში ერთხელ რა. და მინდა აი ვისარგებლო ამ შემთხვევით, რომ მოსახლეობას მაინც განვმარტო. არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს შემდეგ ასეთი წასული, მის წაგაყიდა სახე და ბრუნდება და ითხოვს, რომ აი შექმნილ მდგომარეობის გამო იძულებული ვიყავი წავსულიყავი სახლის გამო. საკმარისია იმ ფული თანხა მიიღო სახლის საფასური, თუნდაც სანოტარო კანტორაში ან საკრებულოში გამგეობაში არ არის გაფორმებული კიდევ გაყიდვის ხელშეკრულება, მაგრამ საკმარისი არის მხარეთა შორის წერილობითი დადებული ხელშეკრულება, რომ მე სახლი მოგყიდე, შენ თანხა გადამიხადე. აი ეს არის საკმარისი. მე მოსახლეობა ამას ვეღარ იგებს. მე რჩებიან სასამართლოს საქმიანობაზე ცოტა გულაყრილი, გულაცრუებული მოდავეც, რომ სახლი რატომ არ დაუბრუნეთ, ვისაც დავებენ ისიც რომ თქვათ, აი მე შემთხვევაში რომ დაუბრუნეთ, რატომ დავაბრუნეთ? აუცილებელია. შეიძლება აი ქართველებს შორისაც მოხდეს, შეიძლება კიდევ მოხდეს ეს სახლის კიდევ გაყიდვის შემთხვევა და მე მინდა რომ მოსახლეობამ ეს გაიგოს, რომ შეიძლება არ მოხერხდეს კიდევ ერთხელ მეორე სამთავრო კანტორაში ან საკრებულოში გაფორმება სათანადო წესით, მაგრამ საკმარისი იქნება კანონში პირდაპირ მითითებული, როცა 100 მაინცზე ზევით არის გარიგება ხელშეკრულება დადებული, უნდა იყოს წერილობითი. ეს მინდა ჩვენი რაიონის მოსახლეობამ გაითვალისწინოს. აი ეს არის ჩვენი სასამართლოს ძირითადი საქმიანობა. რამდენად საქმეები უკვე ჩვენთან შემცირდა, აი სისხლის სამართლის საქმეების, როგორც აღნიშნე, ყაჩაღობამ, მკვლელობამ, ძარცვამ იმატა. სამოქალაქო სამართლის საქმეებში კიდე არის სამემკვიდრო დავები და აი სახლის კიდევ გაყიდვის ხელშეკრულების ბათილაცნობა ან დადებულაცნობაზე მოგმართავს ძალიან ხშირად მოსახლეობა. განიხილავს თუ არა სასამართლო ნარკომანიის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს? სასამართლო ძირითადად დამოკიდებულია რა თქმა უნდა გამოძიებაზე და პოლიციისა და პროკურატურის მუშაობაზე.
ეს მუშაობა ახლა რამდენადაც ყველა საქმე მართლმსაჯულების უმაღლეს ორგანოთა სასამართლო ითვლება და ჩვენთან იყვის თავს თავისუფლებას მივცევ რომ საერთოდ შევაჯამოთ ჩვენ რაიონში შევაჯამოთ და შეფასება მივცე ამ ხაზით მიმდინარე მუშაობას ქარელის რაიონის განყოფილებული პოლიციის განყოფილებაში აღძრული ნარკომანიის საქმე მხოლოდ ერთი განიხილა სასამართლო საერთოდ 4 ეს დანარჩენი 3 იყო საგზაო პოლიცია რო არის შექმნილი იმათ მიერ გამოძიებული მათ გამოავლინეს სხვათა შორის გასაღების არც ერთი ფაქტი როგორც ვიცი არც პოლიციას არ გამოუვლენია და რა თქმა უნდა სასამართლოშიც განხილული არ იყო ესენი ძირითადად მომხმარებლები არიან ჰუმანურობის პრინციპი მართლმსაჯულებაში დევს ჩვენთან რა თქმა უნდა და მოსამართლეც ჰუმანური უნდა იყოს მაგრამ ცოტა უხერხულია ჩემმა ნამის თქმა კანონი უნდა გამკაცდეს ნარკომანიის ნაოდები ბრძოლის აი მაგალითად კაცმა შეიძინა პირადი მოხმარების მიზნით გასაღების გარეშე 252 მუხლია სისხლის სამართლის კოდექსის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან გამასწორებელი სამუშაო ჩვენ კიდე მოგეხსენებათ ისევ რუსული ძველი კანონივით ხელმძღვანელობთ ძირფესვიანად არის შესაძლებელი არის მითითება დიდახ პლენუმის უზენაეს სასამართლოს პლენუმის დადგენებაშიც მეთოდური მითითებებიც გვაქვს 3 წლამდე როცა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას კანონი ან უფრო ნაკლებს ასჯერს უნდა დავასაბუთოთ რატომ მაინდა-მაინც აძლევ თავისუფლების აღკვეთას და არ იყენებ ნაკლებად ძიმე სასჯელს რატო არ ნიშნავდა ეს სირთულეებთან არის დაკავშირებული რესპუბლიკაშიც ბოლო დრომდე ესეთი პრაქტიკაა რომ როდესაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სიტუაციის კანონი ჩადენილი ქმედობისთვის ეს პიროვნება არ არის წინათ რაღაცაში შემჩნეული მხილებული ნასამართლები სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას იშვიათად ვიყენებთ აი ეს რაც ნარკომანიის წინააღმდეგ ეს ბრძოლა ალბათ ისე როგორც რესპუბლიკაში ქარელის რაიონში მთლიანად ჩაშლილი რამდენად ესადაგება არსებული კანონმდებლობა ეროვნულ ტრადიციებს ამ ხრივ კანონმდებლობაში ბევრი რამეა შესაძლებელი მაგალითისთვის გეტყვით ახლა კიდევ გავიმეორებ იმას რომ ჩვენ ძველი რუსული კანონით ხელმძღვანელობთ საბჭოთა კავშირის მაგრამ ძირითადად რუსული იყოს ხალხი ამას ძალიან უარყოფითი ემოციებით ზუსტად ჩვენ ემოციებთან გვქონდა სასამართლოში საქმე ემოციები დაიწყება შეხედულებაც უარყოფითი ემოციები იზრდება შეხედულებაში და ძალიან უარყოფითი შეხედულებაა ჩვენ საქმიანობა მე შემდეგ ხალხი მაგალითად სისხლის სამართლის კოდექსის 105 მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განზრახ კვლელობისათვის დამამძიმებელი გარემოების გარეშე რასაც ქარელის სასამართლო იხილავს ამისთვის ამ ქმედობის ჩამდენი ადამიანისთვის სასჯელის ზომა არის 5-დან 5-დან 12 წლამდე კაცი რომ მოკლა 5-დან 12 წლამდე ყაჩაღობა თქვათ ან პირადი ქონების ან მოქალაქეთა ან საზოგადოებრივი ქონების ან სახელმწიფო ქონების დაუფლების მიზნით დამამძიმებელ გარემოებაში პირთა ჯგუფი წინათ ნასამართლების მე და ასე შემდეგ იქ მაკვალიფიცირებელი ნიშნები აქვს 6-დან 15 წლამდე და პლუს კიდე ქონების კონფისკაცია არის სავალდებულო ყაჩაღობა ამ ხელა სანქცია აქვს კაციც მოკლა ასეთი დაბალი სანქცია მაგალითად აი ახლა ქონდა ამის წინ ქარეში მოხდა დანაშაული კურტანიძე მოკლა თავისი ნათესავი და მეზობელი კურტანიძე ფიროსმანის ქუჩაზე ცხოვრობდა ქარეში დაზარალებულების ხუთაშორის ძალიან შეგნებული ხალხი აღმოჩნდა მე შორიდან კი ურთიერთობა არ ქონია მაგრამ ვიცნობ არ მოვიდა ასეთ გაგებაც მაგრამ გაუკვირდა ძალიან ამ კაცმა კაცის მოკლისთვის რომ არაფრის გულისთვის მივიდა და ჯერ უკნა დაარტყა და მე ორჯერ მუცელში დაარტყა და 9 წელიწადი მიიღო ციხე გაძლიერებულ რეჟიმში მაგის წინ გავიმხილეთ ჩვენ საქმე ყაჩაღობისთვის მარღიშვილისა და სხვების მიმართ მოქალაქე ბაქიძის სახლს დაესხა ყაჩაღურად პირთა ჯგუფი იყო მიიღო იმან 12 წელიწადი რომელი უფრო მძიმეა ადათით რო შევხედოთ და მორალურად რო შევხედოთ ჩვენ გარდაცვლილის პატრონი როგორ დავარწმუნოთ რომ ეს კანონი სწორია როდესაც შვილი მოუკლეს და 9 წელს იღებს ადამიანი და როდესაც თქვათ 5 მილიონის ქონება კი ბატონო გაიტაცა იმისთვის 12 წელიწადს იღებს ეს აუცილებლად შესაძლებელია გარდა ამისა სამოქალაქო სამართლის ხაზით ვიტყვი ახლა მე
არის ასეთი კატეგორია დავებისა. სარგებლობის უფლებით ბინაში საცხოვრებელ ფარგლზე უფლების მოპოვება. ვთქვათ, დაქორწინდა ადამიანი მშობლების ბინაში მიიყვანა მეუღლე. საკმარისია კანონი საკმარისად თვლის. ეს ადამიანი, ვთქვათ, რძალი მიღებული იქნას ოჯახის წევრად, ჩაწერაც არ არის სავალდებულო, ოჯახის წევრად. ერთიანი მეურნეობა, ვთქვათ, ერთი თვის განმავლობაში აწარმოოს, ერთიანი საოჯახო მეურნეობა. ვთქვათ, მე მაპატიეთ ცოტა ისეთი გამოთქმა, ცოტა სხვა საქციელში შემჩნეული იქნას, არც ქმარს მიხედავს, არც შვილს მიხედავს, პატივი არც ეს. აი, გინდაც იმასაც გეტყვით, რომ ბინაში ცოტა ისეთი ყოფაქციების ხალხი მიიღოს. მოდის მე, ვთქვათ, დაინგრა ხო ოჯახი, მოდის ესეთი კატეგორიის ხალხი, ითხოვს ბინას და ჩვენს კანონს ვერ გადავხოთ, ვაძლევთ. აი ხალხი ამას გმურის უფლებას ეძახიან, სარგებლობის უფლებით ვაძლევთ. როგორ დავარწმუნოთ ახლა ეს ჩვენი ბინის პატრონი, ეს კანონი სწორია. ამის დარწმუნება მაგალითად ძალიან მიჭირს. იშვიათად რომ ასეთი ხალხი დამერწმუნებინაა, რომ კანონი არის სწორი და ჩვენ გადავწყვეტეთ სწორად. მაგრამ მე ვარ ხო კანონსაც ვერ დავარღვევთ, რა. უფრო მეცად გეტყვით. აი ესეთ კატეგორიას შეიძლება არც შვილი ყავდეს. ერთი თვე იცხოვრა, აი ერთი მეურნეობა აწარმოა, წავიდა მე ამ თავის საქციელის გულისთვის, ანაიძულეს წასულიყო და უკვე საკმარისი პირობებია იმისთვის, რომ ჩვენ ვაძლევთ იმას სარგებლობის უფლებით ბინას. ახლა მეორე მხარე მესაკუთრის უფლებები ირღვევა უკვე რა, სახლი უნდა გადაკეთდეს, იზოლი რუბლად უნდა მიეცეთ. იმას სხვა ოჯახის შექმნა უნდა, ხშირ შემთხვევაში შექმნილი აქვს უკვე სხვა ოჯახი, მეორე მეუღლე ყავს და არის ესეთი გაუთავები კონფლიქტი და ეს იყო მაგალითად როცა ძალიან ძიმეთად დამთავრებულა წლების განმავლობაში ჭიანურდება შემდეგ ეს და ესეც აუცილებლად შეცვლას ითხოვს. და ბოლოს ერთი კიდე. მოგეხსენებათ ვატუსაგზაო წესების დარღვევას იხილავდნენ ხოლმე შინაგან საქმეთა ორგანოებში და საკრებულებთან იყო ხოლმე აღმოსკვნელთან ცოლად შექმნილი ადმინისტრაციული კომისიები. ახლა ეს ფუნქცია ჩვენგან მოგვეცა. კაცმა არასწორი მძღოლმა არასწორი გასწრება გააკეთა. აგას თვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდაღოვათა კოდექსში ადგენენ აქვს თქვა ჩოხატაურში უნდა განვიხილოთ ჩვენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კოდექსი გვავალებს უნდა განვიხილოთ 15 დღის ვადაში მისი დასწრებით. ყოველ შემთხვევაში უნდა შევატყობინოთ ამ დამარღვევს. იმას ის ურჩევნია დირბიდან სანამ აქ ჩამო 1000 კუპონი უნდა გადაიხადოს თქვათ. გზავრობის ღირებულება. იმას ურჩევნია 500 კუპონით დაუსწრებლად დავაჯარიმოთ. ამას არ არის ჩამორთმევა გათვალისწინებული. შემდეგ ჩვენ გთხოვენ ჩვენი ზემდგომი კაცმა არიცის შენისთვის დააჯარიმე რა სასჯელი გამოუტანა. აი ეს აუცილებლად შესაძლოა აუცილებლად ისე უნდა გადაეცეს შინაგან საქმეთა ორგანოს. ეს სასამართლო აი ცოტა უხერხულიც არის. სასამართლო ამ დავებს იხილავს და არის შემდეგ მოდიან მძღოლები რატომ ჩამომართვი მართვის უფლება მე არ ვიცოდი რომ სასამართლოში საქმე იყო. ვერც გაიგებდა. როგორც ყველაფერი ფოსტაც ხო არ მუშაობს ახლა ჩვენ. ეს კი არა სისხლის სამართლის საქმეებზე და სამოქალაქო საქმეებზე ვერ მოყვავს ხალხი. ვეღარ მოყვავს. აი ერთი ესეც 30 კუპონი, 50 კუპონით უნდა დავაჯარიმოთ, ვინცაც ჩაბარდა უწყება და არ გამოცხადა სასამართლოში. იმას შეუძლია საერთოდ არ მოვიდეს და თქვათ ერთ ხუთჯერ დაიბარებ, ხო გადაიხდით 250 კუპონს, ვიდრე იმას ძირფს ვახსენებ, იქიდან 1000 კუპონი გზავრობაში გადაიხდით. აი ეს ყველაფერი შესაძლებელია, როგორც საპროცესო კანონში, ისე მატერიალური სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის. როგორია დამოკიდებულება პროკურატურასა და სასამართლოს შორის? დამოკიდებულება ჩვენ შორის ტრადიციულად ესე უქარელის რაიონში არის ჩვენი ტელემაყურებლების დამეთანხმებიანებისად შეხება ქონია ჩვენს ორგანოებთან ტრადიციულად ძალიან კარგი და საქმიანი ამავე დროს. შეიძლება პიროვნებასთან ქონდეს ძალიან კარგი მეგობრული დამოკიდებულება, მაგრამ თავარია საქმიანი უნდა იყოს და საქმე უნდა გამომდინარეობდეთ. ჩვენი პროკურატურაში კვალიფიციური კადრები მოვიდნენ ბოლო დროს, კვალიფიციური კადრები დაკომპლექტდა და ძალიან საქმიანი ურთიერთობაა სასამართლოსა და პოლიციას შორისაც და პროკურატურას შორისაც. რა აუცილებელი პირობებია იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს ობიექტური განაჩენი? ეს ძირითადი ქვაკუთხედი მაინც ჩვენი მართლმსაჯულების საქმიანობის არის წინასწარი გამოძიება, რომელსაც აწარმოებენ შინაგან საქმეთა ორგანოები, პროკურატურის ორგანოები. გასაგებია საინფორმაციო სადაზვერვო ორგანოებიც, მაგრამ ჩვენ რაიონში ეს ჯერჯერობით არ არის დანერგილი. და იწყება ეს პირველ რიგში აი უბნის ინსპექტორი და მომკვლევი რო ჩამოვართვის კაცს ახსნა განმარტებას იქიდან იწყება. ესა იყო ეს ძირითადი
პირობა. სამწუხაროდ ხშირია ხოლმე საქმე, რომ არაპროფესიონალიზმს ვაწყდები ჩვენ. ისე როგორც სხვა სფეროში, სხვა სფეროში შეიძლება უფრო აიტანოს ვიდრე იურისპრუდენცია ჩვენმა საქმიანობა. არის ასეთი შემთხვევა, აი კაცი აღიარებს უკვე პირველი გვერდიდან დანაშაულს. დაზარალებულიც დარწმუნებულია, რომ აი კაცმა აღიარა დანაშაული და სასამართლო იმას განაჩენს გამოუყენს. შემოდის საქმე სასამართლოში და აღმოჩნდება ამ კაცს უფლება ჰქონდა ადვოკატი ყოლოდა. არავინ გამომარტა, რომ ადვოკატი უფლება აიყვანო. ან თუ მოაწერიოს სუფთა-ქაღალდზე ხელი. ის მოდის და სხვა ჩვენებას იძლევა. ჩვენი ძულებული ვართ, ან გავამართლოთ, ან დავაბრუნოთ დამატებით გამოძიებაში. მე უკვე სასამართლოზე ჩდება ეჭვ დაზარალის ხმა, ჩვენ არაობიექტურად ვიქცევთ. ეს ყველაფერი პროფესიონალიზმზე არის დამოკიდებული. ძალიან დიდი პროფესიონალიზმი უნდა პირველ რიგში დასაწყისიდან შინაგან საქმეთა ორგანოებიდან მოყვანილი პროკურატურა და ბოლოს სასამართლო. გარდა ამისა, მარჩეგნების დონე უნდა გაიზარდოს ხალხის. ისე ჩვენ ობიექტურ განაჩენს ვერ გამოვიდა. ობიექტურობა არ ნიშნავს მარტო იმას, რომ იმას აკადრისი მიიღო ან გამართლა და არ ეკუთვნება საჯი. კანონი გვიყენებს ასეთ მოთხოვნასო განაჩენი, კანონიერი უნდა იყოს და დასაბუთებული. მოსამართლე უნდა დაასაბუთოს ეს. რატო გაკეთდა? აი მაშინ არის ის ობიექტური. მარჩეგნების დონე კიდე სანამ მოსახლეობის არ გაიზრდება, ამაში ჩვენ წავარ დამნაშავე. ისე აი იდეალურ ობიექტურობაზე ლაპარაკი ძნელი იქნება. რა პირობებში გიხდებათ მუშაობა? მუშაობა პირობები ახლა წუწუნი არ არის კარგი და არც აქვს ამის უფლება. ინვენტარი არ აქვს. ორი მოსამართლე ვართ, თავმჯდომარე და მე მოსამართლე. ერთი დარბაზი გვაქვს. მეორე დარბაზი საკუთარი სახსრებით შევაკეთეთ. მე პირადად შევაკეთე, როდესაც მუშაობა დავიწყე. გავიდა წლები ისევ შესაკეთებელი. ეხლა უკვე ძნელია სამშენებლო მასალების შოვნა. გარდა ამისა, კაცი ვიბარებთ, აი წევანას ვთქვით, მოწმით არა? აი ხელაზე უკვე ხალხისგან იმისული, რამდენჯერ უნდა დამიბაროთ. მე სასამართლოში არ ჩამოვალ, რაც გინდა ის გამიგე. რაღა პირობებზე უნდა იყოს ლაპარაკი. მოსამართლე ახლა სტატუსში წერია, დიდი უფლებები გვაქვს მოსამართლეებს, სოციალურად დაცული უნდა იყოთ, ფიზიკურად დაცული უნდა იყოთ. მერტისწყალობით ფიზიკურად დაცული ვართ, ქარელის რაიონი არ არის ისეთი, თქვა ძალიან კრიმინოლოგიური, მაგრამ აი სოციალური საქმიანობის იდეალური პირობები უნდა ქონდეს სასამართლოს და აი იდეალურ სასამართლოზე ლაპარაკი და აი იდეალურ ობიექტურობაზე ლაპარაკი მერე უნდა იყოს. მაგრამ არამდე ხო საქმე ეხება ადამიანის ბედს, თუნდაც დამნაშავისა. კი, ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი. ძალიან ფაქიზი საკითხი. აი კაცი მოდის, კიდე იმ მარჩეგნების დონეს უნდა მინდა დაუბრუნდე. აი მაგალითად ახლა ყაჩაღობა იყო წეგან მარგიშვილის საქმე ახსენდა. აგარის რაიონი, აგარიდან იყო დაბიდან ერთი პაპუაშვილი. მეორე ჯგუფის ინვალიდი დედაყავს, მეტი არავინ სახში. პატიმარი იყო 4 კაცი, მათ შორის მე-5 ქალი. მილიციას არ აქვს ბენზინი რომ ჩამოიყვანოს. აი პოლიციის შენობიდან თუ სასამართლომდე ჩამოიყვანოს. ვერ ხოწებით იმის ახლობლებს, იქნებ მანქანით იყოს ვინმე რომ ჩამოიყვანოს. თბილისიდან ჩამოყვანაზე ლაპარაკი ხუსადმეტია მაშინის პატრონებს მიაქვს ბენზინი, თქვათ 10-დან 8 შემთხვევაში. ეს დამნაშავის პატრონებს თუ დაზარალებულის პატრონებს? დამნაშავე არ არის ჯერ სანამ განაჩენი კანონიერ ძალაში არ შევა. განსაზღვრელისა, ვის საქმესაც ჩვენ ვიხილავთ. იმის ახლობლებს ვერ ხოწებით თუ წადი და შენი ახლობელი ვინც ძის კაი საკანში ის ჩამოგვიყვანი. აი ახლა მე უკვე შემწყურ რაღაცნაირად ვალდებული ხდები, შენ იმას უკვე რაღაცა თხოვე. არა თქვა დაგეხმარა, კი, შენ პირადული შენა, ხო დაგეხმარა და ჩამოგიყვანა პატიმარი საქმიანობაში ხო მოგეხმარა. შემს ახლა ხო რაღაცა აი ცოტა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით ხო. და ბევრჯერ წამოუყუდრებიათ კიდევაც. ბენზინი მოვიტანეო. თბილისიდან ჩამოვიყვანე პატიმარი. აქედან ქარელიდან სასამართლოში ჩამოგიყვანა და კიდე ამდენი მიუსაჯე თუ აი ესეთი საქმედურებიც ყოფილა. ისევ იმ პაპუაშვილს დავუბრუნდები, აი ხალხის მარჩეგნების დონეს. ეს პაპუაშვილი უცოშვილო კაცი ახალგაზრდა. 2 წელი გოჭი გაიტაცა ყაჩაღობით. სხოვობებთან ერთად. სანქცია 6-15 წლამდე არის ამისთვის. მივეცით მინიმუმი. სასჯელი სანქციით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი 6 წელი.
როგორ ორი გოჭი მოიპარაო, იმის მშობელი მეუნევა დედა და იმის და ამ ხელასასჯელი მიეცი, შენახა რა ობიექტურიო გაც. აი ესეთი გაუგებრობები ძალიან ხდება და აი ეს ყველაფერი აი ჩვენი მუშაობის პირობებიდან გამომდინარე. ადვოკატი ხო ავიყვანეო მე რომ შენ ადვოკატთან გამოგზავნო. იმას ახლა რაც უნდა აუხსნა რომ პროცესს ვერ ჩაატარებ, როდესაც პროკურორი გამოდის, კანონი ითხოვს რომ ადვოკატი უნდა იყოს, ვერ გააგებინე. ჩვენ რო ქონდეს იდეალური პირობები, აი ერთი მივწეროთ სავალდებულო ადვოკატის დასწრება და მოვიდეს რა ადვოკატი. მაშინ არაფერი ასეთი გაუგებრობები არ იქნებოდა. არის ორი ადამიანი. ვერ ასწრებენ ადვოკატურაში, რომ ყველა პროცესს დაესწრონოთ. ერთი შუებულებაში და აი ესეთი მოქნილი უნდა იყოს ჩვენი სისტემა, არ არის მოქნილი. თქვათ ამას ამერიკაში და თქვა განვითარებულ ქვეყნებში არ უნდა ამდენი, რომ მოსამართლე საერთოდ არ ზრუნავს, რომ ადვოკატი ვინ მოიყვანოს, ვინ წაიყვანოს, პატიმარი ვინ მოიყვანოს, ვინ წაიყვანოს. აი ეს სირთულეები გვაქვს ჩვენ, ისევ ჩვენი ყოფიდან გამომდინარე. გარდა ამისა, რა აუცილებელი პრობლემების გადაჭრა აუცილებელი არსებული ვითარების გაუმჯობესებისათვის. აუცილებელია მესამე ნომერი კანონი უნდა გამკაცრდეს. კი ბატონო, გამკაცრდეს და იმ კანონის ფარგლებში გამოვიჩინოთ შემდეგ ჰუმანურობა. მოსახლეობაც მიეჩვევა მე რომ აი კაცრია კანონი, მაგრამ ჰუმანურობაც სადღაც ყოფილა. კანონი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს. და უნდა ამუშავდეს პოლიცია. ობიექტური მიზეზები აქვს პოლიციას. აი მაგალითად ქარელისაც ვერაფერში ვერ დაგემდურებით, ცდილობენ, მაგრამ არა აქვს ეს პირობები რა. და ჩვენ კიდე პოლიციის გარეშე ვერ ვიმუშავებთ. ვერავითარ შემთხვევაში. აი ჩვენ გვიხდება რომ უბნის ინსპექტორებს ვთხოვთ, პოლიციის უფროსს ვთხოვთ რომ აი იმ სოფელში დააბარე რა ჩამომიყვანო კაცი. ეხლა უკვე ესეც გვერიდება. რომ უბნის ინსპექტორს დაავალო რომ შენი ბენზინი ჩაასხი შენ მანქანაში და კაცი მომიყვანო. კანონში უწერიათ კი უნდა შეასრულო ვალდებულებები ჩვენი მიწერილობა. ჩვენ სხვა ადამიანები ვართ ეხლა. დიდი მადლობა ბატონო ზაზა და მე მგონი ბოლოს და ბოლოს დადგება დრო და მომენტი იმისა რომ პირველ რიგში სასამართლოში მაინც იქნება იმის საშუალებები რომ ობიექტური განაჩენი იქნას გამოტანილი და არ შეირახოს არავის უფლებები როგორც დაზარალებულის ასევე დამნაშავის მხრიდან. მადლობთ საუბრისათვის.